მშვიდობისა დღეს 6 ნოემბერია ხუთშაბათი თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ კახა მიქიაშვილთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად ყველას მშვიდობიან ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობა რომ ვიყურებთ გვისმენ ჩვენთან ერთად იწყებთ დილას მეც უერთები ელისაბედს და ბედნიერ დღეს გისურვებთ სანამ გადაცემის ანონსს არ მოგვიდგენთ საეკლესიო კალენდარი მოვისმენთ. 6 ნოემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე არეთას და მასთან ერთად წამებულებს ნეტარ ელეზვოის ეთიოპიის მეფეს წმინდა მოწამე სვინკლიკიას და მის ორ ასულს წმინდა ათანასეს კონსტანტინოპოლის პატრიარქს ასევე აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ხსენებას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ დღევანდელი წმინდანების სცენებას და ახლა გაგაცნობთ ანონს თემებს და სტუმრებს, რომელსაც დღევანდელი გადაცემის ფორმატში და განმავლობაში შემოგთავაზებთ. რჩევები მათთვის, ვინც ახლა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ გადაცემის პირველი სტუმარი გვეწევა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი. დღეს ასევე ვისაუბრებთ ქანდაკების ფესტივალი 2025-ის შესახებ სტუმართან ერთად შემოგვიერთდება თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ლევან ლუქვაძე. სეზონური ვირუსების შესახებ ვისაუბრებთ ასევე ჩვენი სტუმარი, რომელიც ჩაგვერთვება სატელეფონო ჩართვით, მედიცინის დოქტორი ბატონი თემურ მიქალაძე და არჩევებს მოგცემდა იმ პრობლემატიკაზე, რაც შეიძლება ახლა არსებობდეს და როგორ შევიკავოთ და დავიცვათ თავი და მეტნაკლებად ესე იგი ავირიდოთ ეს სეზონური პრობლემა, რომელიც ტრადიციულად ყოველთვის არის. დიახ, და კიდევ ერთხელ ჩვენ ძალიან დიდ მწუხარებას და გულის ტკივილს გამოვხატავთ მიტროპოლიტი სერაფიმეს გარდაცვალების გამო და გუშინ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა უკვე საპატრიარქოს გვერდზე და მეუფე გუშინ საღამოს უკვე გადმოასვენეს მეუფის ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც იქნება დასვენებული შაბათამდე და გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები, ასევე აღესრულება წირვები, რომელიც 9 საათზე დაიწყება, ხოლო შაბათს უკვე მეუფეს 14 საათზე გამოასვენებენ სიონის საკათედრო ტაძრიდან და გადაასვენებენ დაკრძალავენ უკვე ქოშიგორას მონასტერში, იმ მონასტერში, სადაც მეუფე ბოლო წლების განმავლობაში მოღვაწეობდა და რამდენიმე დღის წინ სადაც აკურთხა სწორედ ტაძრის საძირკველი. აქტიურად აკურთხევით და რამდენიმე საათში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გულის ტკივილია. მეუფის ესეთი მოულოდნელი გარდაცვალება ჩვენთვის ყველასთვის, ვინც იცნობდა მას, ვინც არ იცნობდა. მეუფე 1992 წელს აღიკვეცა ბერად, 1995 წელს მოხდა მისი ეპისკოპოსად გამორჩევა და კურთხევა და შემდგომ მრავალი წლის განმავლობაში ვიცით რომ მოღვაწეობდა როგორც ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, სადაც დატოვა მან ძალიან დიდი სითბო, სიყვარული თავისი სიკეთით. ფოტოშორის აღნიშნავენ რომ არ დარჩენილა ოჯახი ეპარქიაში, სადაც აი მეუფე უშუალო მათი თითქოს ოჯახის წევრი არ ყოფილიყო, იმ საოცარი მღვდელმთავრული და ადამიანური დამოკიდებულებით, რაც უნდა ახასიათებდეს. დიახ, და საოცარი თავმდაბლობით და ქრისტეს ერთგულებით ნამდვილად და განსაკუთრებით ყველას უსამძიმრებს, რა თქმა უნდა და განსაკუთრებით მის სამწყსოს ბორჯომში ვიცით რომ ძალიან მრავალრიცხოვანია ესეთი ადამიანი, ვისაც ძალიან ტკივა დღეს მეუფის ასეთი მოულოდნელი გარდაცვალება და გთხოვთ რომ ყველა ლოცვებში მოვიხსენიოთ მეუფე სერაფიმეს სული. ახლა ამინდის პროგნოზის დროა და შემდგომ უკვე მოძღვარი შემოგვიერთება.
შემოგვერთა პირველი სტუმარი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი ლევან მკედლიშვილი და ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე რჩევები მათთვის, ვინც ახლა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, დილამშვიდობის მამა ივანი დაგუწევთ. მოგესალმებით. მადლობა მოგწარებით. თქვენ და სულაც საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ საჭირო თემაა, იმიტომ რომ ყოველ პერიოდში არსებობს ადამიანი, ვინც ფიქრობს, ცდილობს, ან უნდა ეკლესიური ცხოვრების დაწყება და ყოველთვის მნიშვნელოვანია პირველი ეტაპი, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე ხა სულის კვეთება და მონდომება ერთიანად უნდა ადამიანს და შეიძლება ეს დამაგრეველი იყოს. ამ პირიქით არ იცოდეს. აი, რა რჩევებს მისცემდით მათ მამა ივანე, ვინც ახლა ფიქრობს, ან სწორედ ამ გადაცემის მერე შეიძლება დაფიქრდეს, რომ აი მეც ხوار მივიდე ტაძარში. უპირველეს ყოვლისა მინდა სამძიმარი ვთქვა. ჩვენი მეუფე სერაფიმეს გარდაცვალების გამო ღმერთმა ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი სული, ძალიან კარგი ადამიანი. და რაც შეეხება დღევანდელ თემას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე კარგია ის გადაწყვეტილება, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ტაძარში უნდა მივიდეს. სხვადასხვა მიზეზი არსებობს ჩვენს ცხოვრებაში, რამდენი ადამიანიც არის, შეიძლება იმდენი მიზეზი გამოჩნდეს, რატომ უნდა წავიდეს ადამიანი ტაძარში. მაგრამ თავარი ის არის, რომ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის გარეთ სულიერი გადარჩენა არ არსებობს. ჩვენ მარადიულები ვართ და ეკლესიის წიაღია ის, სადაც ეს ჩვენი მარადიულობის რეალიზება ხდება, რომ ჩვენ ღვთისწყალობით მე სამოთხეში მოვხვდეთ და პირველ რიგში, როდესაც ადამიანი ინათლება, მაშინ ვედებს ფაქტიურად პირობებს, რომ ის ეკლესიურად უნდა ცხოვრობდეს, ხო, იქ არის ესეც სიტყვები, შეუდგები ქრისტეს, შევუდგები. ნებისმიერ ადამიანს, ვინც მონათლულია, უკვე პირობა აქვს. ბავშვობაში, დიდობაში ნათქვამი, რომ ის უკვე ეკლესიურად უნდა ცხოვრობდეს და ფაქტიურად აი ამ პირობის შესრულებას იწყებს, თუ კი ადამიანი ტაძარში მოვა. მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ნათლობით მთავრდება ხოლმე ადამიანის ეკლესიური ცხოვრება. ნუ შეიძლება ხშირად არა, მაგრამ არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანი ინათლება და შემდგომ ეკლესიაში მხოლოდ იმიტომ შეივლის, რომ სანთელი დაანთოს, პირჯვარი გადაიწეროს და ამით გონია, რომ მისი ეკლესიურობა, ესე იგი, ამაში გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ მორწმუნეობა და სინამდვილეში, ვთქვათ, სულ სხვაა, ხომ, ჩვენ ვიცით ეკლესიური ცხოვრება. დგება ზოგჯერ მომენტი, რომ ადამიანს უჩნდება სურვილი ეკლესიური ცხოვრება დაიწყოს, მაგრამ რაღაცნაირი ხერხულობა აქვს, თქვათ, მოძღვართან ურთიერთობის და აღსარების და ასე შემდგომ. ანუ როგორ შეიძლება გადალახოს ეს ადამიანმა და როგორ, თქვათ, აი რჩევას მისცემდით ისეთ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი და ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომ დაიწყოს ეკლესიური ცხოვრება. რჩევა უამრავი არსებობს, თავარია ტაძრამდე მივიდეს და მოძღვარს გაესაუბროს ადამიანი. ზოგჯერ ეს ბარიერი, როდესაც გონიათ, რომ ადამიანი ტაძარში თუ მივიდა მღვდელს ნახოს, მაინც და მაინც ეგრევე აღსარება უნდა უთხრას და არის ხშირად რომ რაღაცა მძიმე ცოდვა აწუხებს ადამიანს და ესე ადვილად ვერ იტყვის ამ ცოდვას. ეს პროცესია მოძღვართან ერთად და როდესაც ნახავს მოძღვარს და უმეგობრდება, ხო, ეს დროსთან ერთად შეიძლება გამოთქვას ყოფილა ესეთი შემთხვევა ნებისმიერი მღვდლის პრაქტიკაში, რომ მერე უთქვამს, შეიძლება 1 წლის მერე თქვას რაღაცა განსაკუთრებული ცოდვა, რომელსაც მანამდე ვერ ამბობდა და ამით არაფერი არ შავდება პირიქით, ხო? ეკლესია დაეხმარება სწორედ ესეთ ადამიანს, რომ ის ცოდვა თუნდაც 1 ან 2 აღმოთქვას და რაც შეეხება მხოლოდ ნათლობას, რომ მარტო ნათლობით შემოიფარგლება ადამიანი, ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიაში 7 საიდუმლო აქვს. ერთ-ერთი არის ნათლობა, როგორც ჯვრისწერა, აღსარების საიდუმლო, ზიარების საიდუმლო და ის ადამიანი, რომელს ფიქრობს, რომ მხოლოდ ერთი ეს საიდუმლო ეყოფა ცხონებისთვის, რა თქმა უნდა, ცდება, რადგან უფალი თავად გვეუბნება, ხო, ვინც არ ეზიარება ჩემს სისხლს და ხორცს, ის ჩემთან ვერ მოვა. უნდა ეზიაროს ადამიანი. სხვანაირად ცხონება მასთან ვერ მივა. რომ ეზიაროს, აღსარება ჭირდება, მოძღვარი ჭირდება. ხო, ეს ყველაფერი პროცესია და 7-ვე საიდუმლო ერთმანეთში არის ესე გადაჯაჭული და ერთი რგოლის ამოვარდნაც კი უკვე ყველაფერს საფუჭებს. მამა ივანე, როგორც თავში აღნიშნე, როცა ადამიანი მიდის თავიდან ეკლესიაში, ალბათ ეს უმეტეს ჩვენგანს გამოუცდია, რომ აი რაღაც შემართებით მიდის, რომ უნდა დაიწყოს და მაშინ რაღაც ანთებულია, მოტივირებულია. ყველაფერი ერთად უნდა რომ აღსარება სწრაფად იყოს, ზიარება სწრაფად იყოს, ყველა ლოცვა წაიკითხოს, მე თუ გაიგო რომ დაუჯდომელებს ამ ყველაფერი. ეს არის თუ არა სწორი? და როგორ უნდა მოხდეს აი მათ შორის მოძღვართან ურთიერთობა, იმიტომ რომ შეიძლება იმ მომენტში ეს სურვილი კარგი იყოს, მაგრამ შეიძლება ეს ეშმაკის მანქანებიც იყოს, რომ ახიბლით კიდევ უფრო ვარის გომროს ჩარდო, მე ყოფილა შემთხვევაში საერთოდ სცილდებიან ეკლესიასაც. ხო, ამიტომ ადამიანი პასუხისგებლობით უნდა მოეკიდოს ამ ყველაზე მნიშვნელოვანს მის ცხოვრებაში
პირველ რიგში ხო ჩვენ კვირა საუფლო დღეა და მე როდესაც ადამიანი მოდის პირველ რასაც ხო აი ეს არის მთავარი დღე საუფლო დღე რომელიც ტყუილად არ უნდა გააცნო ღმერთის დღე შენ ადამიანმა არ უნდა მიითვისო და აი ამ კანონზომიერებაში უნდა ჩაჯდეს ადამიანი რომ კვირის დღესასწაულს არ აცდენდეს ხო და როდესაც წირვაზე მივა იქ მოძღვარსაც აუცილებლად შეხდება რაღაც სულიერ საკითხსაც დაილაპარაკებს და ეს უკვე პროცესში ჩაერთვება და ის რაც შეეხება ესეთ აი ყველაფერი ადამიანს ეს სულ სწრაფები ვართ ხო ზოგადად ადამიანი ძალიან ჩქარა გვინდა ხშირ შემთხვევაში ეს არ ამართლებს იღლება გადაიღლება ადამიანი მე ერთი კვირა შეიძლება გაუცდეს მეორე მოყვება მე მოძღვრისერიდება რომ 100 მეტყვის მოძღვარი რატომ არ მოხვედი ორი კვირა და აი ეს ერთგვარი ამპარტავნება რომ აი პატარა შენიშვნის მიღებაც რომ ადამიანს უკატისობს თია ხო ეს უკვე მისთვის რაღაც თითქოს მიუღებელია და ეს ერთ-ერთი ესეთი ხიბლის მდგომარეობა რომ ასე პირიქით შენიშვნებით ვიზრდებით ყველა ადამიანი როდესაც შენიშვნას გვაძლევენ თუ კი ადამიანი ქრისტიანულად ფიქრობს ამ დამდაბლდება თუ კი ცოტა აპარტავანი ამით ცოტა ის ფიქრებს რომ დამცირდება ხო დამდაბლებაზე დამცირებებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა დიახ აი ზოგჯერ ხდება მამა იოანე რომ ადამიანი გადაწყვეტს ბოლოს და ბოლოს ეკლესიაში იაროს და დაიწყოს ეკლესიური ცხოვრება და ამ დროს ყველაფერი ერევა თითქოს აი ოჯახის წევრებს აქვთ პროტესტი რომ აი რატომ დადიხარ ტაძარში იქ რაღაცა ვთქვათ მეგობართან შეიძლება კონფლიქტი მოვიდა რის იბრალი შეიძლება იყოს ვთქვათ აი სულიერი ბრძოლა ახლავს თან იმას რომ ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას დაიწყოს შეუდგეს ქრისტეს გზას სახარებიდან ვიცით რომ როდესაც იესო ქრისტემ ნათელი იყო შემდეგ უდაბნოში მიდის და 40 დღე გამოსდიდა ხო აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცით რომ ბოროტი ძალები ყველა ადამიანს გვებრძვის და მაცხოვარმა გითხრა რომ ბოროტი ძალები განიდევნება ლოცვითა და მარხვით ესე ხილულად რახან ვერ ხედავთ სწორედ ამაშია რწმენა უფლისაც რომ ჩვენ ვერ ხედავთ და გვწამს რომ უფალი არსებობს და იოან აკროპირა ესეთ სიტყვებს ბრძანებს რომ ვისაც ეშმაკის არსებობის არ ჯერა იმას ღმერთის არსებობისაც არ ჯერა იმიტომ რომ ის ძალები ნამდვილად არსებობს და სხვადასხვა პრობლემებს უქმნის ადამიანს რომ ის ტაძრამდე არ მევიდეს ის იმან ახსარება არ თქვას არ ეზიაროს და ეს ბარიერები და დაბრკოლებები ყოველთვის არის მაგრამ შეუძლია ადამიანს ძალიან მარტივად ამ ყველაფრის გადალახვა რომ საკუთარ თავს აჯობოს და ტაძრამდე მივიდეს და მე ნელა ხა ეს პროცესია წეღანავს ვთქვით რომ ეს ერთ დღეში და ერთ ბაშად ყველაფერი არ ხდება. ისე როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თუ ახლო ოჯახის წევრებს აქვთ პროტესტი რომ აი რა დროს ეკლესია ახლა საქმეს მიხედავ ვთქვათ ან რაღაც ისეთი ამგვარი განცხადებები თუ არის მეუღლის მხრიდან ვთქვათ ან შვილების ესეთი მძაფრად ამ ბოლოს რაღაც აღარ გამიგია მაგრამ რა თქმა უნდა როდესაც უფლის არჩევანსა და პირადულ არჩევანს შორის არის ასარჩევი ჩვენ უამრავი წმინდანი იყო თუნდა წმინდა ბარბარე რომელიც პატარა გოგონა იყო და უფალი აირჩია და არა მამის რისხვა და მამას არ დაემორჩილა ამ გაგებით რომ თითქოს რაღაც კერპებისთვის ისევ თაყვანიეცა და მოწამეც შეიქმნა ხა ასე შეიძლება პირდაპირ ვერ მოიქცეს ადამიანი მაგრამ არსებობს უფალი არ დაუშვებს ისე რომ ამ ადამიანმა ტაძარში მისვლა არ შეძლოს და მოძღვართან საუბარი ნებისმიერ დროს ხო არის ხოლმე მართლა ესეთი ისე რომ გადაიმევა 2-3 დღესასწაული კვირა და მონაზონი უნდა გახდე ოჯახში ეს რატომ დადიხარ ყოველ დღე მაგრამ იმ ოჯახის წევრებს არ ესმით ეს ყველაფერი მაგრამ არ უნდა გაღიზიანდეს იმ ადამიანს ვისაც ტაძარში სიარული უნდა პირიქით უნდა სწორად დაანახოს მე მათი ოჯახის წევრებსაც რომ ამაში რამხელა მნიშვნელობა დევს. ესეც ერთგვარი გამოწვევა, რომელმაც შენში უნდა გამოიწვიოს ის რომ მეტი ისწავლო და უფრო კარგი არგუმენტები გქონდეს ოჯახის წევრებთან, რატომ უნდა წავხვიდეს, არა თვითონ მთელი ოჯახი რატომ უნდა დადიოდეს ტაძარში. ერის ადამიანი, ცხადია ჩვენ არ საუბრობთ მათ ვისაც მონაზრობა გადაწყვეტილი და ეს კიდე სხვა შემთხვევაა და ამაზე შეგვიძლია გამომიჯნოთ ერთმანეთისგან. ერის ადამიანი, რომელსაც აი დაიწყოს სიარული და აი ჩვენ ვიავთ ხოლმე რომ ყოველ დღე ტაძარშია, მთელი დღე ტაძარშია და ამით გონია რომ უფრო კარგი შვება და შეიძლება მართლა ოჯახს ყურადღება მოვაკლობს, შობლებს, შვილებს. რამდენად სწორია ეს, იმიტომ რომ მე ერთხელ მახსოვს ერთ-ერთმა სასულიერო პირმა წირვა რომ მორჩა გამოვიდა და ცოტა ესე გაუბრაზდა კიდეც. ალბათ წადით სახში, არ ოჯახს მიხედეთ და ალაგეთ მორჩა წირვა. და ბევრი დაიბნა. აი ეს მომენტი რომ სულ ტაძარში ყოფნა. იმიტომ რომ აი თითქოს ამით უფრო ერთგულებას გამოხატავს ღმერთის ან ეკლესიის მიმართ და შეიძლება აკლდეს ყურადღებას ოჯახს სამსახურს გნებავთ. და მე იქ ეუბნებოდეს რომ აი მე ტაძარში ვარ სულ. და ჩვენ სახარებაში გვაქვს ესეთი სიტყვები მიეცი კეისარს კეისრისა და ღმერთისა ღმერთს ხო? ოჯახს რო ყურადღება და პასუხისმგებლობა უნდა ესეც სარწმუნოებიდან გამომდინარე ხდება და
ესეც პასუხისგებლობაა და მადლის კეთებაა და ტაძარს თავისი დრო უნდა ქონდეს ადამიანის ცხოვრებაში, რომ არ მოაკლდეს ამ კვირის დღეს, დღესასწაულს და დანარჩენი, რა თქმა უნდა, უკვე საერო საქმეებითაც უნდა დაკავდეს. ერთგვარად მინდა რომ კახას ნათქვამი გავაგრძელო, მამა იოვანე, ესე იგი ადამიანები რომ ერთ-ორ სიტყვას მოუკრავთ ხოლმე ყურს და მით უმეტეს დამწყები, როდესაც არის ეკლესიური ცხოვრების გზაზე ადამიანი და მე უქადაგებს მეგობრებს, ახლობლებს, რაღაცნაირად თქვა თავს ახვევს ამ აზრებს, რომელიც ზოგჯერ თვითონაც კარგად არ იცის და შეიძლება არასწორად ინტერპრეტირებს. აი ეს რამდენად შეიძლება იყოს საშიში და რამდენად ჯერ თქვა ჩვენ უნდა განვისწავლოთ, რომ მე სხვას ვუქადაგოთ. რა თქმა უნდა, არის ეგეთი პრობლემაც და შეიძლება ოჯახის წევრებს, როდესაც ადამიანი იწყებს ესე ცხოვრებას, ჯობია თუ კითხვას დაუსმავენ, მაშინ გასცეს პასუხი და არა თვითონ იყოს ინიციატორი ყოველთვის, რომ ახან ორი თვე ტაძარში დადის, რაღაცა უკვე გაიხსნა გონება ისე და სახარება იცის და წმინდა მამები იცის, რომ იქადაგოს, ხო? ყველაფერზე არსებობს პასუხი. თვითონ არ უნდა მოუნდეს ეს ყველაფერი. იმ გაგებით, რომ დღეს სოციალური ქსელი თუ ინტერნეტი ყველაფერზე პასუხი არსებობს და თუ კი ადამიანს რაღაცა სულიერი აინტერესებს სხვა ადამიანს, შეიძლება მის მოძღვარს კითხოს, წმინდა მამები წაიკითხოს, აი თანამედროვე მამებიც, მამაპაისი. ეხლა შესანიშნავი საშუალებაა ფილმი გადის მამაპაისზე. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეცნონ მამაპაისაც, ხო, რომელიც თანამედროვე წმინდანია და როგორი ცხოვრობით იცხოვრო და როგორი დარიგებები აქვს, არა მარტო დარიგებები, როგორი სასწაულები აღასრულა ცხოვრებას ჩვენმა მამა გაბრიელმა, ხო, როგორი სასწაულები და ეს სასწაულები ეხმარება ადამიანს. არ ერთ-ერთი დამხმარე იმისა, რომ ადამიანის სარწმუნოებაში გაძლიერდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ აი საღვთო საიდუმლოებებში, აღსარებაში, ზიარებაში იყოს ანამონაწილე, რაც შეიძლება ხშირად. თქვენ ბრძანეთ, რომ აი თუ ჯერ სახარება არის ის და არ შეგვიძლია არ შეუსწავლია, სასურველია თავი შეიკავოსო. აი პირველი დამწყები, ნუ ალბათ ყველა ქრისტიანისთვის საერთოდ, მაგრამ როცა იწყებენ თუ არის საჭირო, არ ვიცი, ეტყვა აუცილებელი ვიხმარო თუ არა, მაგრამ მე მაინც ჩემი ხედვით ვფიქრობ, რომ აუცილებელია ყველა ქრისტიანთვის. წმინდა წერილს გაეცნო, ანუ მოვიდა ადამიანი, შეუდგა ნათლობის დროს ქრისტეს, მაგრამ შეიძლება მე წლების მერე ახლა გადაწყვიტა ეკლესიური ცხოვრება და უნდა იცოდეს თუ არა რა წამს, ვინ ქრისტე, რა სარწმუნოება წამს, რა მოძღვრება წამს. პასუხიც კითხვავე შეიცავს პასუხს, რადგან ქრისტიანი გახდა, ისიც უნდა გაიგოს, ვინ არის ის. ხო, რა მოძღვრება. იესო ქრისტე სახარებაში უნდა გავიგოთ, ხო, ვინ იყო, რატომ განკაცდა, რატომ ეცო ჯვარს, მე წეღანაც აღნიშნეთ, რომ უამრავი განმარტებები არსებობს წმინდა მამების, რომელიც უბრალოდ უნდა ტელეფონში თუ კომპიუტერით ნახო და ან წიგნი შეიძინო და წაიკითხო ნებისმიერი მუხლის განმარტება თუ კი რამე დაგაინტერესა. დღეს ძალიან მარტივია, რომ ეს ყველაფერი ადამიანმა გააკეთოს, თუ სახარება, თუ განმარტებები, უბრალოდ რაც დრო გადის, თითქოს უფრო მეტად წყდება ადამიანი, რატომ? იმიტომ რომ ბოროტი ხომ ცდილობს, რომ ეს ადამიანმა ეს არ გააკეთოს და სხვადასხვა საშუალებებით, სოციალური ქსელებით, ტელევიზორით ართმევს ის იმდენ დროს, რა დროც შეიძლება გამოეყენებინათ თუნდაც წმინდა მამების საკითხით ან სახარება. რაც ელისაბედმა აღნიშნა ეს გადადება ღვთის მოყოლა, ხატ ხდება ხოლმე, ეხაც ვამჩნევ უფრო სკოლის პერიოდში და მე ძალიან ბევრი ვიცი ამასაკის, მოჩვენე ჩემი შვილების ტოლის, რომ აი ჩემი კლასელი დადის მეწაულ, რაც ძალიან კარგია და კარგია მეც ესე მივიდე თავის დროს ეკლესიაში. რა რჩევას მისცემთ მათ, ვინც აი სკოლის ასაკშია, მოზარდია, ან მათი მშობლების და ოჯახის წევრებს, რომ როგორ აუხსნათ, როგორ ურჩიოთ, რომ ერთის მხრივ მოვიდნენ და დარჩენ და გააგრძელონ სწორად ეკლესიური ცხოვრება და მეორეს მხრივ ეს უბრალოდ არ იყოს ენთუზიაზმი და პირიქით იმდენი არ დავტვირთოთ, რომ საერთოდ თქოს, რომ ზართული ყოფილა ეკლესიაში სიარული და აღარ მინდა. იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე მოგვისმენია, რომ შეიძლება 11 წლის ბავშვი ეს ინდივიდუალურია ბავშვის მდგომარეობა, მაგრამ სრულად უნდა წააკითხონ ზიარების ლოცვები, წირლოცვის იდგეს რომ აზიარონ და ყველა შეიძლება მეორე ძლობდეს და ფიქრობდეს, რომ არ მინდა ეკლესიაში სიარული. ძალიან ბევრი ბავშვი მოდის ტაძარში, ხო, ჩვენთან სამრევლოში. აი თითქმის ზოგი შეიძლება კლუბთლიანი კლასის რაღაც დიდი ნაწილიც კი მოდიოდეს, ერთმანეთი მოყავს ძალიან დიდი სიხარულით და პირველ რიგში ხო ამ ბავშვებში ვცდილობთ რომ პასუხისგებლობა გავაუწოთ და ვეუბნებთ აი როგორც სკოლა არის შემთხვევით მნიშვნელოვანი რომ იარო ის 5 დღე ასევე კვირის მნიშვნელობა ძალიან დიდია ხო თვითონ სიტყვაც ხო კვირას საღვთო დღეს ნიშნავს და არ უნდა მოაკლდე
აი ამ დღეს. და უკვე წეღანაც აღვნიშნა, როდესაც ამ დღეს არ გამოაკლდები, იქ ზიარება, იქ ქადაგება, ღვთის სიტყვას გაიგებს, ახარებას მოისმენ და ეს პროცესი ნელ-ნელა ესე განვითარდება. მთავარია რომ ვაგრძნობინოთ და გაიგონ რომ პასუხისგებლობით მოეკიდონ, რომ უბრალოდ ტყუილად არ გააცდინონ მსახურებები და ნელ-ნელა ყველაფერი აეწყობა და ზიარების ლოცვებს რაც შეეხება ინდივიდუალურია, ხო ზოგ ბავშვს შეიძლება უჭირდეს და რაღაც ნახევარი წაიკითხოს, უფრო ნაკლებიც წაიკითხოს, ეს უკვე მოძღვრის ინდივიდუალურად განისაზღვრება. სულიერი შვილის ურთიერთობაში გამოიხატება. სწორი ამბზანე თქვენ უმარტოთ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ხანდახან ხდება, აი მიდიან მიმბაძველობით, იმიტომ რომ მეგობარი წავიდა, იმიტომ რომ დედა ეუბნება რომ წავდი კვირა, შეიძლება დედათან არ მიდოდეს, მაგრამ არ უხსნით შეიძლება ბოლომდე რომ რატომ მიდის, აი რა არის ეს ეკლესიაში, რა არის კვირა, რატოა ეს წირო, რატო არსებობს და როცა გაუაზრებელი და მექანიკურია, მისთვის უფრო პირველ პლანზე მოდის რომ ჯობდა დაეძინა და ვიდრე ძილი გაეტეხა. რაღაცა პერიოდის შემდეგ ხდება ხოლმე ეს ჩამოშორებაც, აი სკოლის ასაკიდან მე რო უნივერსიტეტის პერიოდში, მაგრამ ის მარცვალი უკვე ჩათესილია საერთო, რომელიც რაღაცა პერიოდში კიდევ გამოიღებს ნაყოფს და მაინც მნიშვნელოვანია, რომ ეს რა თქმა უნდა, უნდა ვცდილობდე რომ დარჩნენ, მაგრამ როდესაც მიდიან რაღაცა პერიოდის მერე ისევ ბრუნდებიან. დიახ. ეკლესიური ცხოვრება არ არსებობს აღსარების და ზიარების გარეშე და აი თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანი თქვათ ისე დადიოდეს ტაძარში უბრალოდ ისმენდეს წირვას, თუ კი უხერხულობა აქვს აღსარებასთან დაკავშირებით, მაგრამ აუცილებლად დგება ის მომენტი, როდესაც ადამიანი ამბობს პირველ აღსარებას, ეზიარება პირველად. აი რას ნიშნავს პირველი აღსარება ადამიანისთვის და როგორ უნდა მოემზადოს ამისთვის, თქვათ აი რა რჩევები არსებობს? რა თქმა უნდა, მოძღვარს უნდა გაესაუბროს პირველ რიგში ამას და მოძღვარმა უნდა დაარიგოს, როგორ მოემზადოს პირველი აღსარებისათვის. არ არის ეს რთული. უბრალოდ ბოროტი უშლის ადამიანებს. მოძღვარს რაღაც თქვათ რომ ბოლომდე ვერ იხსნება. მოძღვარს ისეთ აღსარებას ვერავინ ვერ ეტყვის, რაც არ გაუგონია დღევანდელ დღეს, ხო, ყველანაირი ცოდვა. ვერ გააკვირვებს და ეს საკუთარ თავში გადასალახი არის ეს ყველაფერი, რომ ეს ამით კერაფერი შავდება, პირიქით ამით იწყება რაღაც ახალი ცხოვრება. ახალი ნათლისღებასავით არის რომ განიწმინდები და ის რაც გრდგუნავს, რაც გამძიმებს აღარ იქნება შენთან ერთად და შენ უფრო მეტად თავისუფალი იქნები და მშვიდად იგრძნობ თავს და მადლიერი იქნები ღვთისა. დიახ. აი მარხვასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, აი ადამიანი რომელსაც არასდროს უმარხულია, ვთქვათ, და არც იცის რა არის მარხვა და ნუ გადაწყვიტა ეკლესიური ცხოვრების დაწყება. ალბათ აქაც ინდივიდუალურია, ხო, მიდგომა, როგორ მარხვას დაუწესებს მოძღვარი, ვთქვათ, შეიძლება სრულყოფილად ვერც იმარხულოს, ხო, დაწყება ქრისტიანობა. შეიძლება, რა თქმა უნდა, დაიწყოს. არ არის მარხვა რთული დღევანდელ დღეს ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს, თუ კი მარტო კვების მხარეს შევხედავთ, რომ დღეს ადამიანმა იმარხულოს. არანაირი პრობლემა არ თუ მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა, ხო? უწმინდესი, მისი უწმინდესობა ამასაკშიც მარხულობს, ხო? როდესაც 92 წლის ასაკში ადამიანი მარხულობს, რა უნდა გაუჭირდეს თუნდაც 40-იან 50 წლის ადამიანს, რომ ამ ყველაფერს შეუდგეს, რა. როდესაც არსებობს რაღაც გამონაკლისები, რომ ძიმე დაავადება აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, იქ შეიძლება შემსუბუქე, მაგრამ მარხვა საერთოდ არ არის რთული კვების მხრივ. არც ლოცვის მხრივ არ არის, რომ რა უნდა წაიკითხოს ადამიანმა. იმდენი დრო ეკარგება თითოეულ ადამიანს დღის განმავლობაში, რომ 9 საათი, 20 წუთი რომ დაუთმოს ღმერთს, ესე ძალიან ბევრს ნიშნავს რა. და აი არის ხოლმე კიდევ შემთხვევა, რომ აი ძალიან დიდი მონდომებით იწყებს ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას, რაღაცა თითქოს თავიდანვე მთელს ენერგიას აი ამ ყველაფერში ჩადებს, ლოცვებს კითხულობს, მარხულობს, ტაძარში დადის არაცნეს წირვა-ლოცვას და რაღაც პერიოდში თითქოს ხება მისი ეს სულისკვეთება და საერთოდ რაღაცა წყდება გარკვეული პერიოდი ეკლესიის წიაღს და აი ამ დროს რა ხდება და როგორ უნდა გააძლიეროს, თუ კი თქვა მოძღვართანაც წყვეტს კონტაქტს, რითი შეიძლება ადამიანი უკვე თავის თავს დაეხმაროს. არის ხომ ესეთ შემთხვევა, რომ სწორი მისწრაფება არ აქვს ადამიანს, ხო? ტაძარში რატომ მივდივართ, ხო? რაღაც მატერიალური კეთილდღეობისთვის ხო არა, თუმცა კი მნიშვნელოვანია. არამედ იმისთვის, რომ სული გადარჩეს, ხო? სულის გადასარჩენად უფალი რას ბრძანებთ, რომ თქვენ ეძებეთ სათასასუფეველი და რაც გჭირდებათ, ყველაფერს მე მოგცემთ, ხო? და აი ეს როდესაც თავის ადგილზე არ დგას ადამიანის გონებაში და რაღაცა სულის ცხონება არ არის ნომერ პირველი საზრუნავი და სხვადასხვა თხოვნები აქვს უფალთან და ეს ან არ უსრულდება, ან ვერ უსრულდება, ან რაღაცა პრობლემა შეექმნება და ერთხელ ვერ მოვა, მეორედ ვერ მოვა, უკვე რაღაცა წყდება ხოლმე ეს პერიოდი, მაგრამ აი უფალმა ისე ლამაზად მოგვიწყო ჩვენი ყოველწლიური ციკლი, რომ აი მარხვა რომ დგება, მაინც ადამიანი თავიდან ფიქრობს, აი ახლა მარხვა იწყება და იქნებ ახლა დაუბრუნდე. შეიძლება ეს მარხვა გაეპაროს და აი აღდგომის მარხვა იწყება და იქნებ ახლა მაინც და აი ამ ციკლში მაინც ფიქრობს და
ცდილობს ადამიანი რაღაცა დროს ისევ ჩაერთოს ამ ყველაფერს. თუ კი ღმერთი უნდა და ღმერთი უყვარს და თუ კი არ უნდა ახლა რას ვისაუბრებ. მარხო მალე დაიწყება, უკვე მალე ფაქტობრივად, იმიტომ რომ ძალიან მალე გადის დრო საშობაო მარხვა და მაინც არის ხოლმე პერიოდი თქვენი გამოცდილებით უფრო გეცოდინებათ ამ ამოიონერ მარხვაში არის ეს აი დამწყები მრევლის მოსვლა, ხო, აი მარხვას შეუდგეს. ბევრი ფიქრობს, რომ ეხლა მივალებ, იმ წუთში შეიძლება მომწეს მოძღორმა რაღაც კანონები, რაღაც საკითხავი, რაღაც რეჟიმი. აი ესეც რო განმარტოთ, იმიტომ რომ ცხადია ყველასთან ურთიერთობა არის ინდივიდუალური, არ შეიძლება რაღაც ერთი რეცეპტი იყოს, რომ ყველას ესე უნდა მოგთვის მოძღვარი მისი ცხოვრება, მისი სული მდგომარეობა. თუ ხდება გამონაკლისები დასულ ასაკის შემთხვევაში, რომ ვიღაცა შეიძლება სრულად რაღაცა კანონი ვიცით, ვიღაცა შეიძლება შეომსუბუქოთ, ვიღაცა შეიძლება საკითხო უჭირდეს, ეს რო არ იქცეს დამოუკიდებლად მათთვის, ვინც ფიქრობს დაწყებას ეკლესიური ცხოვრებას. ანუ ნებისმიერ ადამიანთან ხო ეკლესიის თხოვნა არის, რომ დილის ლოცვა, საღამოს ლოცვა, ფსალმუნი და სახარება, რომელიც არ არსებობს ადამიანს რო არ შეეძლოს, ხო და თუ კი ადამიანი ესე განიწაფება რაღაც არწმუნოებაში უფრო გაღრმავდება, თვითონ ის ადამიანი ეტყვის მოძღვარს, რომ კიდევ დაუჯდომელი ხომ არ ვიკითხო, პარაკლისი ხომ არ წავიკითხო და ესეც ეს პროცესში ეს გამოჩნდება, თუ რამდენად უნდა და როგორ აკეთებს ეს ადამიანი. ასე რომ დილის და საღამოს ლოცვის წაკითხვას და სახარების წაკითხვას მე მგონი შემცირება აღარ ჭირდება ადამიანისთვის, რომ ეს ელემენტარული გააკეთოს რა. მოკლე ლოცვები არსებობს კიდევ თუ შემცირებაზე ვისაუბრებ. ხო, აი გამონაკლისი სახით თუ შეიძლება ეს რომ ვიღაცამ შეიძლება რომ მოვიდა პირველივე ზარი ფიქრობს, რომ ეხლა ამდენი ვერ ვკითხო, ნუ მიუჩვეველია ყველაფერს ჭორნა ჭირდება, ხო? როგორც სპორტში და თუ არის ამ შემთხვევაშიც რომ თუ უნდა და ატყობ და შეიძლება ნელ-ნელა ეტაპობრივად. რა თქმა უნდა, მოძღვარს ეს არ უნდა გამოეპაროს და ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს ადამიანს, რომ არ დაკარგოს ის ერთი მობრუნებული ცხვარი. დიახ, ესე იგი არსებობს მარხვის ქრისტიანები, წეღანაზეც საუბრობთ და არსებობს კიდე დიდი მარხვის ქრისტიანები, ანუ ადამიანები, რომელიც მხოლოდ დიდი მარხვაში დადიან ტაძარში და ესეც რაღაცა არც დამწყებში აღარ ითვლება ალბათ და არც წასული. ხო და ეს არის რომ კვირის მნიშვნელობა თუ ადამიანს გაცნობიერებული აქვს, რომ ევქარისტიას უნდა დაესწროს და ევქარისტია მადლიერების მსახურება, ხო? და ადამიანს რომ ისეც ეკითხები, რომ შენ უმადური ადამიანები მოგწონს, გიყვარს, არ მოსწონთ და ჩვენც უმადურები ვართ თუ კი კვირის მსახურებებს ვაცდენთ და არ ვეზიარებით ღვთის წინაშე. ბოლო კითხვას დაგისვამ დავით შემაჯამოთ, უმნიშვნელოვანესია ევქარისტია და ზიარება. ზიარებების არის წირვა და ზიარებების დიდი არაფერია. როცა ხანდახან ხდება ხოლმე დამწყები და გამოთვლილი მრევლიც, მაგრამ დამწყები მრევლი მოდის და შინაგანი რაღაც შეიძლება ხელის მდგომარეობა, ფიქრობს რომ ძალიან ცოდულია, ჯერ ზიარების ღირსი არაა და დიდხანს ივლის და მერე ეზიარება. ისე რომ მოძღვრის კურთხევას არ ასრულებს და ამას მოძღვარი წყვეტს, ხადია, თორე ღირსი ვერადოს ვერ ვიქნებით. ეს მდგომარეობაც რო გამოვხდეთ. ხო, ზიარების ღირსი ვერაზოს ვერავინ ვერ გავხდებით, სწორად აღნიშნეთ, მაგრამ ეს არის ეს არის წამალი და არა რაღაც პრივილეგია, ხო, რაღაც შენ უკვე კარგად მოიქეცი, განსხვავებული ხარ და ჯილდოთ ნეზე. არა, ეს არის წამალი, ხო, როდესაც ვეზიარებით, რას ვეუბნებით ერთმანეთს საკურნებლად სულისა და ხორცისა. როგორ შეიძლება ადამიანმა ცუდა დაავადებულია და წამალი გამოუწეროს ექიმა და თქვას რომ მე არ ვარ ამ წამლის დალევის ღირსი, ესე უნდა ვიყო ავადყოფი, არალოგიკურია. ასე რომ მადლაც იგივე პარალელი შეიძლება გავავლოთ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი ივანე ჭედლიშვილი გესაუბრებოდა. ვაგრძელებთ გადაცემას, ერთად მოვისმინოთ 7 თვის ლოცვა 29 საათზე და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს,
და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო.
დავრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას სამედიცინო თემით. სეზონური ვირუსების შესახებ ვისაუბრებთ სტუმართან ერთად. ჩაგვერთვება პედიატრი, მედიცინის დოქტორი ბატონი თემურ მიქელაძე. ბატონი თემურ, დილამშვიდობისა. დიდი მადლობა რომ გვერთვებით. ვიცით რომ მოგწყვიტეთ სამუშაო პროცესი და უამრავი პაციენტი გელოდებათ უკვე. განსაკუთრებული მადლობა ამისთვის, რომ გამოყავით ჩვენთვის დრო. ვირუსების შესახებ უნდა ვისაუბროთ. რამდენად ხშირი არის უკვე მომართვიანობა და რა ტიპის ვირუსებია გავრცელებული ამ სეზონზე? ამის განსაკუთრებული როგორც წესი როგორც ყოველთვის არ ხდება ნებისმიერ სეზონზე შემოდგომა და ზამთრის პირს ცირკულირებს პრაქტიკულად ყველა რესპირაციული ვირუსი. ძირითადად მომართვიანობა არის რინოვირუსული ინფექციების გამო. რინოვირუსი არის ყველაზე მეტი და ყველაზე ხშირი გამომწვევი ეგრეთ წოდებული ვირუს ინდუცირებული ვიზინგისა, ანუ ბავშვებს რომელსაც აქვთ ბრონხების ჰიპერრეაქტიულობა, მათ აღინიშნება თხველა, შეტევის ხასიათის თხველა, ასთმა, ვისაც აქვს ანამნეზში შესაბამისად ასთმის გამწვავება. შემდეგ უფრო მეტად გავრცელებული ახლა არის იყო ეგრეთ წოდებული მომართვიანობა კრუპის გამო, გამომწვევი ვირუსი არის ძირითადად პარაგრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, ჩათავდა მეტნაკლებად ნაცვლოვთა ვირუსული ინფექციები, თუმცა მეტნაკლებად ისინიც ცირკულირებს, როგორც არის ნოროვირუსის სახელწოდებით. ძირითადი რაც არის რესპირაციული ვირუსული ინფექციების კლინიკური ნიშნები, ეს არის მაღალი ტემპერატურა, ტემპერატურა, რომელიც გრძელდება დაახლოებით 2-3 დღის განმავლობაში, ხველა, მეტაპნევმოვირუსის შემთხვევების გავრცელება იყო და საკმაოდ ხშირი იყო მომართვიანობა ვირუსული პნევმონიებისა, ზოგ შემთხვევაში თანდართული ბაქტერიული პნევმონიებისა. ეს ახასიათებს ყველა სეზონს, ამ სეზონს ძირითადად ყველა წელს და ყოველ წელს პრაქტიკულად ასეთი ვირუსების გავრცელება გვექნება. ჯერ როგორც წესი, ჯერ გრიპის რამოდენიმე შემთხვევა იყო, როგორც B ტიპის, ისე H3N2-ის, ანუ ეგრეთ წოდებული H1N1, ანუ ღორის გრიპის ვირუსი ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ დაფიქსირებულა და მისი გავრცელებაც და გრიპის ვირუსის გავრცელება იწყება როგორც წესი ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებიდან და გრძელდება მომდევნო წლის დაახლოებით მარტამდე. რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ ყურადღებით, ზოგ შემთხვევაში და აუცილებლად მათ უნდა ჩაუტარდეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, სხვა შემთხვევაში ვირუსების გავრცელება მიდის იმ ჩვეული მიმდინარეობით, რაც ახასიათებს ამ სეზონს და რაღაც განსაკუთრებული, როგორც უბრალოდ მიმართვიანობა, რა თქმა უნდა, გაზრდილია, მშობელს ძირითადად ეშინია ცხელების, ხველის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცხელებაც და ხველებაც ეს არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მიზეზი ამ დაავადებისა ცნობილია, ანუ ცხელება არის სწორედ დამცველობითი რეაქცია რესპირაციული პათოგენის მოსაცილებლად, ხველა უშუალოდ არის სეკრეტის იქარსებული და უშუალოდ მიკრობების, ვირუსების მოსაცილებლად. უბრალოდ ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი საშუალებები, პირიქით ხოლო დავთრგუნოთ, არ გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული ნახველის გამოცხიერებელი საშუალებები პედიატრიულ ასაკში, განსაკუთრებით 6 წლამდე ასაკში, რომელსაც პირიქით შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტიული ხველა და რაც მთავარია, ჩვენ ბავშვები უნდა ავარიდოთ პოლიპრაგმაზიას, პოლიფარმაციას, როგორც ცნობილია, რომ ნებისმიერი დაავადების მართვისას პაციენტს სჭირდება 2 ან 3 მედიკამენტი, 3-ზე მეტი მედიკამენტი მაინც უკვე ასოცირებულია პოლიპრაგმაზიასთან და პოლიფარმაციასთან. ანუ კიდევ უფრო გამეორე განსაკუთრებული არ ხდება ვირუსი მიმდინარეობს ჩვეულებრივი ბატონო თემურ, გართულების სიმპტომად რა ითვლება, თქვათ, აი ტიპის ვირუსებზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, ძირითადად ამ ვირუსების მართვა სახლის პირობებშიც ხდება ხოლმე და შესაძლებელია, მაგრამ აი რა დროს უნდა იყოს უკვე მშობელი განსაკუთრებულად ყურადღებით და მიმართოს პედიატრს, რა დროს არის უკვე ექიმის ჩართულობა აუცილებელი? ამ ვირუსების მართვა ძირითადად ამბულატორიულ პირობებში და სახლის პირობებში ხდება. უბრალოდ საჭიროა ექიმთან დინამიური მეთვალყურება, რამე თუ არ გამოიყვანოს დაუშვათ სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, ბავშვები არ იყოს მივარდნილი, არ შემოდიოდეს კონტაქტში, ან ზოგ შემთხვევაში იყოს ნაცვალთა გახშირებული მოქმედება, ხშირი ღებინება, ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დროული კონტაქტი ექიმთან, ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და მოხდება ამ პაციენტის რეფერალი კლინიკაში. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ვირუსული ინფექციების გავრცელებისას არ გამოვიწვიოთ
სტაციონარული დატვირთვა და იქ არ გადავტვირთვოთ და იმ სტაციონარში უნდა მოხვდეს ის მძიმე პაციენტები, რომელიც მას სჭირდება. უბრალოდ სასურველია, რომ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს, ვირუსული ინფექციების დროს, მათ შორის პნევმონიის დროს, გლუტების ანთება შობილს რაღაც გონია, რაღაც სერიოზული გართულება. როგორც წესი, საზოგადოებრივი პნევმონია იმართება ძირითადად ამბულატორიულ პირობებში და მას სტაციონარული ხუნალობა პრაქტიკულად არ ჭირდება. უბრალოდ თავარია, რომ დინამიური მეთვალყურება დაუშვათ დიაგნოზის დასმისას 10 დღის მიმდინარეობისას ორჯერ ან სამჯერ მაინც მოხდეს ამ პაციენტის გასინჯვა, რამე თუ არ მოხდეს სხვადასხვა ჩამოთვლილი სიმპტომები, რაც მე მოგახსენეთ, მათი თანდარფა, რომელიც საჭიროებდეს რეფერალს. სხვა შემთხვევაში პნევმონიაც სხვა ბაქტერიული ინფექციები, როგორც არის ზედასასუნთქისმცემელი ბაქტერიული ინფექციები, მათ შორის ტონზილოფარინგიტი, დაუშვათ რინიტი, როგორც არის სინუსიტი და ასე შემდეგ, ყველა რა თქმა უნდა იმართება ამბულატორიულ პირობებში ან ბინის პირობებში. ბატონო თემურ, ხშირად დასმული კითხვა მინდა ისევ გავიმეორო, პატარა წარმოხველებაზეა რაღაც ოდნავ ჩირულზე ბავშვის ზოგი მშობელი მიმართავს თავისი გადაწყვეტილებით წამლებს, მათ შორის ანტიბიოტიკებს. კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ამაზე ყურადღება, რა შემთხვევაში შეიძლება თვითნებურად მისცენ წამალი მშობლებმა, ან საერთოდ შეიძლება თუ არა ექიმის რჩევის გარეშე მედიკამენტი დაუნიშნო. რა თქმა უნდა, არ უნდა მისცენ, აი როგორც მოგახსენეთ, ნებისმიერი დაავადების მართვა ორზე მეტი მედიკამენტით ითვლება მაინც პოლიპრაგმაზიად. ხო, ამიტომ ბავშვებში საბედნიეროდ ჩვენ ქრონიკული პათოლოგიები ციცზე ჩამოსათვლელია. ერთ-ერთი დაუშვათ ბრონქული ასთმა, რომლის დროსაც 3 პრეპარატი ერთდროულად შეიძლება დანიშნოს. სხვა შემთხვევაში თვითნებურად მიღებული ანტიბიოტიკები, ეს არის ანტიბიოტიკური რეზისტენტობა და ბევრად უფრო მავნებელია ანტიბიოტიკური რეზისტენტობა, შესაბამისად გამოვლენ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეთ და ანტიბიოტიკმა პრაქტიკულად არ იმუშაოს. რაც შეეხება ყველა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია რესპირაციული პათოგენის ნახველის უცხო სხეულის მოსაცილებლად და ესეთი ტერმინიც არის, რომ ყველა თავისით რჩება ერთ კვირაში და ექიმი არჩენს 7 დღეში. ანუ შესაძლოა მას რაღაც ისეთი კურნალობა არ ჭირდება, უნდა დავტვირთოთ სითხეებით, მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იყოს პაციენტი, მაგრამ თუ არის დაუშვათ ისეთი სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, თუ არის ვიზინგის მოვლენები, ვიზინგი, ანუ ეგრეთ წოდებული ამოსუნთქვის გაძნელება, ან ზოგ შემთხვევაში ჩასუნთქვის გაძნელება, როგორც კრუპს ახსავს, ამოსუნთქვის გაძნელება, ასთმას ახსავს, ანუ შესაბამისად ამ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია დროული რეფერალი ექიმთან და მექიმის რჩევით უნდა მოხდეს მედიკამენტების დანიშვნა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ექიმაც უნდა დანიშნოს 2 ან მაქსიმუმ 3 პრეპარატი პედიატრიულ პრაქტიკაში, ერთი ნოზოლოგიის სამართავად 2 ან 3 პრეპარატზე მეტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის პოლიფარმაცია, პოლიფრაგმაზია, ხარშთეფექტურობა, ტყუილად გადახრილი ფული, განსაკუთრებით ეს ეხება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს და ასე შემდეგ, რომელსაც საკმაოდ ხშირად იყენებენ მშობლები. არაფრის მომცემი არ არის ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატები, რამე თუ ჯანმრთელობა ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. დიდი მადლობა ბატონო თემურ და ბოლო შეკითხვა, მუნის გახშირებული შემთხვევები ფიქსირდებაო, აქტუალური გახდა საუბარი ამ თემაზე და თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამ თემაზე. ეხლა მოკლედ ვიტყვი, მუნი არ წარმოადგენს განსაკუთრებულ რაიმე ინფექციას, საზოგადოებრივი ჯანდაცვისას, შესაბამისად ამაზე არც უნდა იყოს საერთოდ საუბარი და მე კიდევ ერთხელ გავიხსენო მინდა ჩემი პროფესორი ირაკლი ციციშვილი, რომელსაც ჩვენ რეგიონებში გვიწევდა სვიარული, აფხაზეთი, სამაჩაბლო, პრაქტიკულად ყველა რეგიონი იქ იყო კომპაქტურად ჩასახლებული პირები, იყო დაუშვათ სპეციალური სკოლები და მე სულ მახსოვს მისი არ მქონია შემთხვევა, რომ ირაკლი ციციშვილს მუნის დიაგნოსტირება შეშლოდა და აი ბიჭო ეს მუნია, აი ეს ტერმინი მახსოვს. იყო უამრავი შემთხვევა მაგისი. მე ყოველდღიურ პრაქტიკაში რა თქონდა მანამდე შემთხვევები 2-3 შემთხვევა მუნისა, ისე მაქვს უბრალოდ მუნის დიაგნოსტირება არის რთული. და რაღაც ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში მომდე ასაკში აი გუშინც მყავდა 2 თვის ასაკის ბავშვი, ცოტა მათ შორის დერმატოლოგებსაც, მათ შორის პედიატრებსაც ერევათ მუნი ატოპიური დერმატიტთან, სხვა ალერგიულ გამონაყართან. უბრალოდ ერთადერთი თუ მუნზე გვაქვს ეჭი, ლუპა მაინც უნდა გქონდეს ექიმს და ლუპით და მე ყოველთვის როცა მაქვს ეჭვი, მაქვს ჩემი ლუპა, იმას დავანათებ და ზოგ შემთხვევაში მარტივი სადიაგნოსტიკოა და მოვახდენ ამ პაციენტის რეფერალს, ან მე თვითონ ვკურნალობ, მაგრამ მე არ სამწუხაროდ ეს არ არის მუნის ტერმინი ქართულ ენაში არის ბღერი და სპეციალური კოდი აქვს. უბრალოდ
მე რა შემთხვევებიც ჰქონდა ეს განსაკუთრებული აჟიოტაჟი მუნი დროს არ უნდა შეიქმნას. მუნი არ წარმოადგენს გასახის დაავადებას, შესაბამისად კურნალობის ეფექტი და განსაკუთრებით სკოლების ჩაკეტვა არ ჭირდება, რამე თუ ის ტანსაცმლიდან არ გადადის და ყველა ის გავრცელებული მითია, რომ ტანსაცმლი გადადის კანის კონტაქტის კონტაქტის შედეგად და ძირითადი გავრცელება მუნს ჰქონდა ან ღერს ჰქონდა ეგრეთ წოდებულ აი ჩასახლებულ სპეციალიზირებულ სკოლებში და ეგეთი მითიც იყო, მითი კი არა რეალობაც, როცა ნაპოლეონის ომის შემთხვევაში სპეციალური ქავილის ხმა ისე ისმოდა ხოლმე ჯარისკაცებში, რომ ირგვლივ მყოფს დაახლოებით 1 კილომეტრის რადიუსითაც კი ვრცელდებოდა, ხო 1 მილის რადიუსით. დიახ, ანუ ჰიგიენის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? დაცვა და მკურნალობა რას მოიცავს? ერადიკაცია, ქავილის კუპირება, შესაბამისად თუ რატო არიან ბავშვები უფრო მოწყვლადი, აი განსაკუთრებით ატოპური, ალერგიული კანის მქონე ბავშვები, იქ უფრო მარტივად სახლდება და უნდა მუნი თვითონ კი არ იწვევს პრობლემას, იწვევს მისი ექსკრემენტი და კვერცხი და აღიზიანებს კანის ზედაპირულ შრეს და იწვევს ქავილის შეძნებას და ეს არის მთავარი პრობლემა. ის არ წარმოადგენს კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაიმე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას. მესმის, რომ პრობლემაა რაღაც ცოტა სხვანაირად აღიქვას მშობელი, ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანის სოციუმის ფენის ადამიანს შეიძლება დაიმართოს უნის გარჩევა არ უნდაებოდეს ექიმების მიერ სამწუხაროდ სოციალურ ქსელში. იმიტომ რომ ამ სოციალურ ქსელში არის ნებისმიერი სოციუმის ადამიანი და მას სხვადასხვა ადამიანი ტკივნეულად აღიქვავს, მერე იწყება ამის სკოლების დაკეტვა, საერთოდ ესეთი რეკომენდაცია არ არსებობს, რომ ბაღი და სკოლა დაკეტო მუნის გავრცელების გამო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამე ესეთი განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, მუნი არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიში ინფექციას, პარაზიტულ ინფექციას, მარტივად მართვადია ნებისმიერი სხვადასხვა ლოსიონებით, კრემებით, კომბინირებული პრეპარატებით, რომელიც ჩვენ ბაზარზე არის, იყო და ყოველთვის იქნება და ესეთი სისტემური მოქმედების შემთხვევაში გასაგებია ინიშნება ივერმექტინი პედიატრიულ პრაქტიკაში, მას არ ვიყენებთ და რაღაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ შექმნით რაღაცას პრობლემას არაფრისგან. იმიტომ რომ მე რაც ყავდა 2-3 პაციენტი ყოველ დღე, იგივე რაოდენობით მომართავს ჩემთან და რა თავარია მისი სწორი დიაგნოსტიკა, სწორი მკურნალობა და პრევენცია იმისთვის, რომ არ მოხდეს გავრცელება და როცა არის დიაგნოსტიკის პრობლემა, მაშინ გონია ვიღაცას, რომ არის მუნი რაღაც ერთ შემთხვევას აღმოაჩენენ და გონიათ, რომ ეხლა არის ქვეყნის დასასრული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მუნი იყო, არის და იქნება ნებისმიერ ძალიან დიდი მადლობა ბატონო თემურ საინტერესო საუბრისთვის და თქვენი დროისთვის პედიატრი მედიცინის დოქტორი თემურ მიქელაძე გვერდთვებოდა. დაგებრუნდებით რამდენიმე წუთში და გველოდეთ ჩვენ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ.
ვაგრძელებთ გადაცემას ქანდაკების ფესტივალი 2025-ის შესახებ ვისაუბრებთ სტუმართან ერთად შემოგვერთდა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ლევან სალუქვაძე. მოგესალმებით ბატონ ლევან, გვიხარია თქვენი სტუმრობა, მადლობა თქვენი დროისთვის. ფილმშიდობისა დიდი მადლობა მოწვევისთვის და მხარდაჭერისთვის. უკვე ტრადიციად იქცა ეს ფესტივალი და ჩვენც ტრადიციულად ვაშუქებთ ამ საკითხს. პირველ რიგში მიზანზე რომ გითხრათ ფესტივალის და ვის აერთიანებს ეს პლატფორმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიზანი არის ქანდაკების როგორც დარგის მხარდაჭერა, მოგეხსენებათ საკმაოდ მრავალფეროვანი გამოწვევების წინაშე ვდგევართ და პროცესი არის სწორედ აი ქანდაკების მომავლის ძიება. ჩვენი პლატფორმა არის უშუალოდ მოქანდაკეებისთვის და ყველა მათთვის, ვინც დაინტერესებულია ამ დარგით, ამ სივრცითი აზროვნებით ხელოვნებაში, არა მარტო ესეთი კლასიკური გაგებით ქანდაკებით, არამედ ზოგადად აი სივრცითი აზროვნებით. როგორც ყოველთვის ტრადიციულად გვაქვს რამდენიმე საფეხურიანი გამოფენების ციკლი. მეხა ნოემბერში იქნება საბავშვო გამოფენა და ნოემბრის ბოლოს იქნება პროფესიონალ მოქანდაკეთა გამოფენა, რომლებიც არის სწორედ მიძღვნილი იმისთვის, რომ ყოველწლიურად მოხდეს ერთგვარი მონიტორინგი, რაღაც ანგარიში, თუ რა ხდება ამ დარგში, აი მეტნაკლებად რომ ვიყოთ საქმის კურსში, ვინ რა საკეთებს, როგორი ტენდენციებია და რა არის საინტერესო. დინამიკა საინტერესო, აი წინა წელი შევაფასოთ, მაშინაც ვაუბრობდი ჩვენ და აი რა არის განსხვავება წელს, რა შეიცვალა, როგორი იყო რეაქცია გამოხმაურება და თუ არის აი განსხვავებული. ცირა შედეგებზე ჯერ ცოტა ადრეა საუბარი, იმიტომ რომ თვითონ ეს პროცესი მიმდინარე ფაზაშია, მაგრამ ნუ შეიძლება ითქვას, რომ დარგში გაახალგაზრდავება იგრძნობა. ბავშვები არიან ძალიან დაინტერესებული, ნუ ყოველთვის ბავშვებს ასეთ სიხარული აქვთ და მათი გამოფენა ყოველთვის არის ეს დღესასწაული და ზეიმი რა. და ასევე მოდის ახალი თაობა, რამდენიმე საინტერესო, ასე ვთქვათ, ხელოვანი გამოჩნდა, რომელებიც უკვე სტაბილურად კარგად წარმოაჩენენ საკუთარ თავს და ჩანს კიდევ ახალი ტენდენციები, ახალი ტექნოლოგიები შედარებით, აი ესეთი რაღაცა ერთგვარ პატარა გამოცოცხლებასავით შეიმჩნევა. დიახ, ხელოვნური ახალი ტექნოლოგიები ახსენეთ და ვთქვათ, აი ხელოვნურ ინტელექტთანაც ხომ არ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული გარკვეულწილად. იცი რა, პირდაპირ ესე არ არის დაკავშირებული, მაგრამ ხშირად არის, რომ აი ძიების პროცესში უკვე იყენებენ ამ ხელოვნურ ინტელექტს რაღაც ესკიზის მოძებნისთვის, ან რაღაც თვითონ გამოსახულების გადმოცემის, ასე ვთქვათ, ტრაქტოვკისთვის ხშირად იყენებენ ასე გაკეთდეს თუ ისე. დიახ, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ რომ გაახალგაზრდავდაო დარგი, ანუ ადამიანები, ვინც დაინტერესებულები არიან, უფრო ახალგაზრდებიც ინტერესდებიან და ასევე ჩართულობაზე მინდა გკითხოთ, პროფესიონალი მოქანდაკეები არიან ჩართულები და ასევე სხვადასხვა ასაკის, ხო? ასაკი არ არის შეზღუდული. არ არის შეზღუდული, არანაირად უბრალოდ ერთ-ერთი ცენზი რაც არის, ეს არის, რომ ეს ადამიანი, რომელიც გამოფენს თავის ნამუშევარს, უნდა იყოს სტაბილურად ამ დარგში ჩართული, მოქანდაკის კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს, ასე ვთქვათ, პროფესიონალი უნდა იყოს. რა ხდება სოფლიოში, საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ სოფლიოს ნაწილი ვარ და ცხადია გარკვეულწილად უნდა ვიცოდეთ თქვენ ცხადია უკეთ მოგეხსენებათ და საინტერესოა მოვისმინოთ ერთის მხრივ მიზანი და აზრი ამ თქვენი ამ ლომის ეგასეგებია და ამიტომ ვთქვით რომ ახალგაზრდა აკვირდებით იცვლება. სოფლიოში რა ხდება თუ უწყობთ ფეხს? ჩვენ უწყობთ ფეხს როგორც ყოველთვის. ეს ჩვენი ფენომენი ქართული ნიჭის სულ ამაზე საუბრობთ. ვერა მოხსენით ხო რა არის ეს ქართული ფენომენი, იმიტომ რომ ჩვენ და გასაკვირად და გასაოცრად ქართული ქანდაკების სკოლა ისევ დგას ფეხზე და თვალს უსწორებს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში. ეს აი ძალიან რადიკალური პოსტმოდერნიდან დაწყებული, სრული ასე ვთქვათ, პოსტმოდერნული გადაწყვეტილებიდან დაწყებული კლასიკური და რაღაც ტრადიციული მეთოდებით დამთავრებული ყველა მიმართულებით ჩვენ ასე თუ ისე მყავს წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებებით და სოფლიოში საინტერესო არის ის, რომ უფრო მეტი განსხვავება ჩანს, ასე ვთქვათ,
დასავლეთსა და რაღაც უფრო აღმოსავლეთს შორის, სადაც აი აღმოსავლეთში უფრო მიძღვნითი ქანდაკებები არის კიდევ რა ზოგი რელიგიური ხასიათი, სადაც ბუდას ქანდაკებები და რაღაცეები ესეთი, ან რაღაც იმპერატორების და ასე შემდეგ. დასავლეთი კიდე აი პოსტმოდერნისკენ არის მიმართული და უფრო ესეთი ძიების და შემოქმედებითი რაღაც თავისუფლებისკენ არის რა. აი სწორედ თქვენი ასოციაცია ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ პოპულარული გახდეს უფრო მეტად კიდევ ეს დარგი და აი პროგრამაზეც შეგეკითხებით, რა პროგრამა იქნება წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი და თქვათ სად შეუძლია დაინტერესებულ დამთვალიერებელს რომ მივიდეს და ნახოს ეს გამოფენები. კი ბატონო, ჩვენი ფესტივალის შესახებ ინფორმაცია იქნება ჩვენ საიტზე, ჩვენს Facebook გვერდზე. როგორც მოგახსენეთ, ორი გამოფენა არის ახლა ნოემბერში და ზუსტ თარიღები გამოქვეყნდება ნოემბრის შუა რიცხვებში არის. ეხლა მიმდინარეობს უკვე სელექცია, მონაწილეებმა თავის თანხმობა განაცხადეს და მინდის მუშაობა ამ ნამუშევრების გადარჩევისთვის, რომლები გამოიფინება და ასევე ეს ბავშვების გამოფენას რაც შეეხება, ჩვენ რაღაც გვიხარია ძალიან ეს გამოფენა და ასევე მიდის პარალელურ რეჟიმში უკვე პროფესიონალ მოქანდაკეებთან კომუნიკაცია, რამდენიმე ნამუშევრის გამოგზავნა შეუძლიათ მათ მეილზე და მერე ჩვენი კომისია, ასე ვთქვათ, გადაარჩევს საგამოფენო საექსპოზიციოდ, რომელი იქნება უფრო შესაფერისი. მისამართი წელს გვაქვს ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეა, ბავშვთა გალერეა, რომელიც არის დავით აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილ არტოს ბახტთან და საკმაოდ კარგი ლოკაცია, საინტერესო და ვფიქრობ, რომ წელსაც მახსოვს რომ კონკურსის ელემენტებიც იყო ხოლმე ჩართული, ვთქვათ, წინა ფესტივალებზე. წელს ეს ასე არ არის, ხო როგორ? წელს ცოტა სხვანაირი ფორმატი გვაქვს, ცოტა შემოდგომისკენ გადმოიწია მთავარმა აქცენტმა. თუმცა სტუდენტებთან ერთად ჰქონდა დიდი აქტივობა, ეს ხანის კონკურსი, რომელშიც ბევრმა მიიღო მონაწილეობა ძალიან და ამიტომ აი სტუდენტური ნაწილი წელს იყო ამით დაკავებული. და წლევანდელი ფესტივალის ესეთ დაახლოებით შედეგები თუ შეგვიძლია თქვა, როდესაც გამოვლინდება? შედეგები გამოვლინდება სადღაც საახალწლოდ, უკვე შეგვეძლება თავისუფლად ვთქვათ, როდესაც უკვე იქნება კატალოგი მზად, იქნება ხელოვნებაცოდნეების დასკვნები, ანალიტიკური ნაწილი, როდესაც იქნება, აი სადღაც დეკემბრის ბოლოსკენ უკვე გვექნება რეზიუმე შევძლებთ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ და ყველა მონაწილეს ასევე. დიდი მადლობა თქვენ ჩართული ამ ფესტივალში. გარდაჭერისთვის. თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ლევან სალუქვაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ კი დავასრულეთ დღეს მუშაობა. მადლობა რომ გვიყურებთ, ბედნიერ დღეს გისურვებთ და ხვალამდე გეშლებით. ნახვამდის.